ფანების თხოვნა კვარაცხელიას, კონტეს ახსნა განმარტება ქართველთან დაკავშირებით, დავითაშვილის და დონარუმას კომენტარები შესანიშნავი ჯარიმის შემდეგ. ამ და სხვა სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს მხარდაჭერა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერით, რომელიც შესაძლოა რამდენიმე საათში დადასტურდეს. ამ ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა ლეკიპი ავრცელებს. ქართველს პარიზში უკვე ელოდებიან. საფრანგეთში გაფრინდა ნაპოლის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაც. მანამ სხვა დეტალები გაირკვევა, გეტყვით რომ გუშინ ღამით ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლთან ნაპოლის ფანები მივიდნენ და ქართველს ნაპოლიში დარჩენას თხოვდნენ. გულშემატკივრებს კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლა არ სურთ. სოციალურ ქსელში კვარას სახლთან მყოფი ერთ-ერთი გულშემატკივრის ვიდეოც გავრცელდა. ამას გარდა ნაპოლის და ვერონას შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნაპოლი მოიგო, ქართველთან დაკავშირებით მორიგი საინტერესო კომენტარი გააკეთა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის წინ მის განცხადებას მედიაში არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს და ის ხვიჩათი იმედგაცრუებული არ არის. მინდა ხაზგასმით ერთი რამ აღვნიშნო, რადგან ვფიქრობ იტალიაში იტალიურად ვლაპარაკობ. ინგლისში რომ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ ჩემი ინგლისური ვიღაცამ ვერ გაიგო. მე ვისაუბრე იმედგაცრუებაზე, არა ფეხბურთელთან ან კლუბთან მიმართებაში, არამედ ჩემს იმედგაცრუებაზე, რადგან 6 თვეში ვერ მოვახერხე, რომ რაღაც შემეცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით. კვარათი ან კლუბით არ ვარ იმედგაცრუებული. პასუხისმგებლობას სხვას არ ვაკისრებ. ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. გონია რომ ამ 6 თვეში სხვანაირი გავლენის მოხდენა შემეძლო, მაგრამ მივხვდი რომ უკან დავბრუნდით. დღეს ვნახე სათაურები. კონტე კვარათი იმედგაცრუებულია. ეს ასე არ არის. მე კვარათი არ ვარ იმედგაცრუებული. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ სიტუაციით, რადგან ვერ შევძელი მასზე გავლენის მოხდენა. მწვრთნელები ზოგჯერ კლუბებს ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში. ურჩევენ რომელი ფეხბურთელები შეიძინონ, ხოლო როდესაც ხვდები რომ ვერ ვახერხებ გავლენის მოხდენას სიტუაციაზე, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მაშინ ჩემი თავით იმედგაცრუებული ვარ. ხვიჩას არაფერს ვუკარგავთ. ის ძალიან კარგი ბიჭია. ნებისმიერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და კლუბმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები. შესაძლოა ცოტათი ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, რადგან მეგონა რომ სიტუაციას შევცვლიდი, მაგრამ არ გამომივიდა. სამწუხაროა, რადგან საუბრობთ ძლიერ, მნიშვნელოვან ფეხბურთელზე. თუმცა რეალობას უნდა შევეგუოთ. როგორც გუშინ ვთქვი, ხვიჩა დღეისთვის ნაპოლის ფეხბურთელია. ეს არ დაგვავიწყდეს, რადგან თუ ვინმეს მისი შეძენა სურს, არის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას. ეს სულაც არ არის უმნიშვნელო საკითხი. ნახოთ რა მოხდება. კონტეს გარდა კვარას შესახებ ლუკაკუმ და პოლიტანომაც ისაუბრეს. მათი თქმით, ისინი თამაშზე არიან კონცენტრირებულები, თუმცა ასეთი დონის ფეხბურთელის დაკარგვა მათთვის სევდიანია. მოკლედ, როგორც გითხარით, თუ არაფერი შეიცვლება, კვარაცხელია კლუბს უახლოეს დროში დატოვებს. ახლა კი სურიკო დავითაშვილის შესანიშნავი გოლი დონარუმას კარში. ლიგა 1-ის მე-17 ტურში სენტ-ეტიენი პარის სენ-ჟერმენს შეხვდა და 1-2 დამარცხდა. სურიკო დავითაშვილმა კი უგოლო სერია შეწყვეტა და ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. თუმცა ეს ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ ქართველზე ისაუბრა მწვანეების მთავარმა მწვრთნელმა, ასევე პარის სენ-ჟერმენის მეკარემ დონარუმამ და თავად ქართველმა სურიკო დავითაშვილმა. გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა დონარუმას პოზიცია დავინახე. მარჯვენა კუთხე გამიხსნა. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა. ამიტომ გადავწყვიტე მარჯვნივ დამერტყა და გავიტანე. შესანიშნავი გოლი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეტი მსურდა, რადგან ამ შეხვედრაში რამდენიმე კარგი შანსი გქონდა. როცა 1-1-ზე ან 2-1-ზე დავჭებით, პროგრესი უნდა ვაჩვენოთ. როცა გოლს ვიტან, ყოველთვის მსგავსი გრძნობები მაქვს. ამის აღწერა შეუძლებელია. თუ ფეხბურთს არ თამაშობ, ძნელია ეს იგრძნო. რაც შეეხება ჩემს აღნიშვნას, ეს მეუღლისადმი პატივისცემის ნიშნად გავაკეთე. იმედი მაქვს კიდევ ბევრ გოლს გავიტან და ჩემი თითებით უფრო მეტ გოლს გავაკეთებ. დავითაშვილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. შესანიშნავი ფეხბურთელია, მაღალი კლასის და მეტოქე აპლოდისმენტებს იმსახურებს. სურიკო დავითაშვილის გოლმა იმედი მოგცა და შანსი გაგვიჩინა. თამაში ბოლომდე დავჩენილიყავით. ანგარიშის გათანაბრების იმედიც ჰქონდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პარის სენ-ჟერმენი უკეთესი იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეორე გოლის გასატანად ხარისხი დაგვაკლდა. შეგვეძლო გადამწყვეტ ფაზაში და ბოლო პასისას უკეთესები ყოფილიყავით. დავითაშვილი შესანიშნავი ფინიშერია. სურიკო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგია, რომ გუნდს დაუბრუნდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ნამდვილად კარგია.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშია 2 საგოლე გადაცემაც. სენტ-ეტიენი 16 ქულით მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 19 იანვარს ნანტს დაუპირისპირდება. ლუკა ლოჩოშვილმა კი ახალი გუნდის მაისურით სასუოლოს წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. იტალიის სერია B-ს 21 ტურში სალერნიტანა სასუოლოსთან მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა. ქართველი მცველი მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკამ ახალ კლუბთან ერთად სულ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა, მთავარი მწვრთნელი მაინც ენდო. სამწუხაროდ ქართველი მცველი პირველ ტაიმში ნაკლებად დამაჯერებელი იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებაც დაიმსახურა. ლოჩეშვილის გუნდს 21 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა. ქართულის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს საკუთარ მოედანზე რეჯინას წინააღმდეგ გამართავს. გაზეტა დელო სპორტის ინფორმაციით კი მილანის გარდა საბა გოგლჩიძის დამატება ტურინის იუვენტუსს სურს და თან თვის ბოლომდე. იუვენტუსს მიაჩნია, რომ ეს ტრანსფერი იაფი ინვესტიცია იქნება. ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ ორთავბრძოლაში და სად გადავა ქართველი მცველი. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დაწყებამდე საბა გოგლჩიძის სატრანსფერო თანხა 300,000 евро იყო. ახლა კი 8 მილიონი ევროა. საბა ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია. 2024 წლის ზამთრიდან ემპოლის ფეხბურთელია. კლუბთან კი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ ვახტანგ ქსალია ნიუკასლში იმყოფებოდა. ქართველი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, სადაც გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელები გაიცნო. აგენტთან ლევან სეთურიძესთან ერთად კი ის ნიუკასლისა და ბრომელის შეხვედრასაც დაესწრო. ქართულმა ნიუკასლთან მცირე კომენტარიც გააკეთა. ყველგან ვიყავი მთავარი გუნდის სავარჯიშო ბაზაზე, აკადემიაში, მოედანზე. ეს ყველაფერი გასაოცარია. აქ ორ ქართველს უთამაშია და გარდა ამისა კლუბს აქვს ისტორია. ეს არის ის, რამაც გადაწყვეტილება მიმაღებინა. ჩემი ოცნებაა აქ თამაში და ვფიქრობ ამაზე ყველა ოცნებობს. სამ პოზიციაზე შემიძლია თამაში და ამას საქმით დავამტკიცებ. მე ბევრს ვიმუშავებ, სანამ საქართველოდან აქ გადმოვალ. რთული იქნება, მაგრამ ბევრი ვარჯიშია საჭირო. შეგიძლიათ მენდოთ. მე აქ მოსვლამდე ორ მაგათ ვიმუშავებ. ასევე ნიუკასლის სპორტულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბედნიერია იმით, რომ სალიას შეძენა სხვა ტოპ კლუბებს დაასწრო. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი სალია ინგლისურ გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. ახლა კი მოკლედ NBA და გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკი, რომელმაც ორ შეხვედრიანი მოუგებელი სერია დაამთავრა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ფილადელფია 76ersი 104-99 დაამარცხა. ქართულმა ცენტრმა შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა. ბითაძემ ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. რის შემდეგაც აღარ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია მისი ტრავმა რამდენად სერიოზულია. თუმცა გეტყვით, რომ 12 წუთში გოგამ აქტივში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ორლანდოს კი 23 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს. მეჯიკი მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს გამართავს. ბოლოს თუ მოგეწონა ვიდეო, არ დაგესაროს, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.